მეგობრებო, თქვენი მეორე ბლოკის სტუმარია, აი უნივერსიტეტის პირველი კორპუსის წინ რო ასე ადის ქუჩა, აი იმ ქუჩის მოგვარე ადამიანი. წიგნების დირექტორი, ნელა მოლაპარაკე გურული, გიორგი გეგელიძე, ხო? გამარჯობა. საიდან დაასკვენდი რომ ნელა ლაპარაკო? ავიცი ასე მითხრეს რომ ნელა ლაპარაკე. აბა ილაპარაკე სწრაფად. არა, ხა ეს. აბა თქვი, მე დღეს სტუმრად ვარ ოთარ დადიშვილის შოუში. ნოსმალ ოთარში. ეს თქვი უკვე, ხო? როგორ ხარ გიორგი? ავიცი, თავად? ავიცი, მეც არ ამიშავს. შენი ლექსები საეჭვოდ კარგია. და მართლა შენ წერ? მე ცოტა უფრო მაღალი წარმოდგენა მქონდა თქვენზე და მეგონა რომ სოფლიო ეს ლიტერატურის სკოლებს იცნობდით კარგად და ადვილად შეატყობდით ვინ დაწერა. პირველი დეკადა დაწერა ჩემმა პირველმა ბებიამ. ეს მეგონა რომ ადვილად იცნობდით, შემდეგ ჩემი ბებია გარდაიცვალა, რაღაც ხანი მქონდა შემოქმედებითი კრიზისი და მე გააგზავნა მეორე ბებიამ და დღემდე წარმატებით აგზელებს. მე მაინტერესებს, მესამე ბებია გყავთ? ანუ მომავალში რას აპირებთ თქვა ამის? მე დიდი პროზაში გადასვლას. პროზაში გადასვლას. მაღაზიაში ვიყავი მე, თქვენი წიგნის ყიდვა მინდოდა. და რომ მივედი, დამხვდა თქვენი წიგნი, იმიტომ რომ ყველა დანარჩენი წიგნი გაყიდული იყო. თქვენ ახლა შეურაცხყოფას აყენებთ ბებია ჩემს. ბებია თქვენ. კარგი, ბოდიში, ბებია. მაგრამ სხვათა შორის ისე დიუმას მოუწყვეს ესე. პირველად რომ ჩამოვიდა თბილისში, ეგონათ რომ პატივს ცემდნენ და როცა მივიდა მაღაზიაში მხოლოდ მისი წიგნები იყო და მას საგანგებოდ აღნიშნავს კავკასიაში რომ ყველაზე ცუდი დახვედრაო წიგნების მაღაზიაში აქ მქონდაო, იმიტომ რომ ეთყობა არც ერთი ჩემი წიგნი არ გაყიდულაო და დააწყვეს ეს წიგნები. ახალი პროექტის შესახებ, გურული დღიურები. ხო, გურული დღიურები არის ჩემი სპონტანური გადაწყვეტილება იმ აზრით, რომ მე გურული ვარ და შესაბამისად გადავწყვიტე რომ ერთ დღეს რაღაც ის ამბები, რომელიც ოდესღაც შევარდნაძის დროს, როცა მე ცხოვრობდი გურიაში თავს გადამხდა, ეს არ არის თლად სასაცილო ამბები, დიდწილად სატირელი ამბებია, უკვე აღნიშნე რატომაც. და შესაბამისად რაღაც ანეკდოტურ ამბებსაც წააწყდებით. დაგრძალვის ამბებს არ მიყვებოდნენ ვიდეოკამერის წინ, იმიტომ რომ ახლა მაინც ტრაგიკული ისტორია და მართლა ტრაგიკული ისტორიები ეცხადია დიდწილად, მაგრამ გურიაში ძალიან კარგად იცით რომ ისე როგორც დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილში დაგრძალვა არის პერფორმანსი, რომელიც გულისხმობს თელს სიუჟეტს და დრამას და მათ შორის ასეთსაც რომ ხანდახან მოკვდება ჭარმაგი ადამიანი. მაგრამ ისიც უნდა იკივლო და უნდა იკივლოს ნებისმიერმა ადამიანმა, რომელიც განთქმულია ამ კივილში, რაც არ უნდა ეწყინოს ახლა ამის სიკვდილი, ან თქვათ შორეველი ნათესავი იყოს, ან რაღაცა მეზობელი. მათ შორის ასეთი იყო ერთი ქალბატონი, რომელსაც მოსვლია ძალიან ცუდი ამბავი. სცენარი არის ასეთი, რომ ქალი იმოსება შავში, აი აქიდებს ცხვირსახოს პლატუქს და დაახლოებით ესე 15 მეტრის დისტანციაში უნდა იკივლოს ძალიან მაგრად. ის საწყალო ოთარია. რაღა ოთარის მიახტი, შეკაცი. ეგეთი რაღაცა დაახლოებით რა. ეს უნდა დაახლოებით ომარი თქვი, კაცო. იმან ომარი იკივლა. ოთარი, ომარი, ნოდარი რამდენი ερμითრება? ხადია ისინი იკივიან, არა იმიტომ რომ ეკივლებათ, არამედ იმიტომ რომ უნდა იკივლონ. შესაბამისად გზაზე ლაპარაკობენ ყველაფერზე, სერიალებზე, გუშონზე, შემდეგ რაღაცა იმას რა გაიკაბა ეცვა, ამას რა გაი რაღაცა ერქვა, რაღაცა და რომ მოდი უცებ იკივლებენ, საწყალო ოთარი კი არა, რაღაცა და ძალიან ხმამაღლა. არა, რაღაცას ისევ ოთარი ვიქნები მირჩევენ. კი ბატონო, ძალიან ხმამაღლა იკივლებენ და შევლენ ასე. და ერთ ქალბატონს მოვიდა ძალიან უცნაური რაღაც ეს ანეკდოტად არის დარჩენილი, ამ ამბავს რომ ყვებოდა რაღაც სხვა ამბავს. ყვებოდა საყოფაცხოვრებო ამბებზე რომ მიუახლოვდა, ეს დისტანცია გაისიგრძეგანა, რომ მისულია ახლა საკივლებელ დროზე. მაგრამ საკივლებელი ფრაზა დაავიწყდა კი არა და გადააგრძელა ის რაც ლაპარაკობდა ძალიან ხმამაღლა იკივლა თურმე უიმე შეიძლება არ უთქვამს ჩემს მარაზილკაში ორი ყვირა ვერძლებს კარაქი გოგო იკივლა ძალიან ხმამაღლა და ეს არც შოქში ჩავარდა და უცებ არ დაიბნა და გააგრძელა საწყალო
რამინია რაღაცა მიაყო. რაღაც თავი მომინდა რომ გამეკეთებინა იმ ტრადიციებზე, რომელიც ძალიან ცნობილია გურიაში, ანუ ეს ქორწინების ისტორიები, დაკრძალვის ისტორიები და შემთხვევით ასევე სპონტანურად გადავწყვიტე რომ ვიდეოთი ჩამეწერა და რამდენიმე ძალიან სახალისო ისტორიას გადავაწყდით, ისეც მე მგონია რომ ქრესტომათიულს და რაღაც ისტორიები მე მგონი თქვენს გაქვთ ხელთ. რამდენიმე ვიდეოს ნახოთ ჩვენ შეგვიძლია. კი ბატონო. თუ შეიძლება ვნახოთ. ცოლი როგორ მოიყვანე რომ მეხსიერება გიმაკ მაგისი. ცოლი უწინ იყო ახლა გარიგებით ჩვენ პირდაპირ გოგობიჭი კი არ დავილაპარაკებით. უფროსები მამაჩემი გოგოს მამას დაელაპარაკებულათ. ვითხოვდით და სანამ ქორწილს არ გადავწყვიტი, ქორწილი არ დაიშლებოდა, ისე თოლთან არ შეგიშვებდე. ასეთი მე რო შეხვიდოდი მოგწონდებოდა თორე რა გზავ. ქორწილი გადახდილი ყო რა გზა გქონდა. თქვენ მოგეწონათ? კი არ მომეწონა დიდად, მაგრამ იმაზე უარესები იყვნენ. ისინი რომ არ შემოგვეძროდნენ. უკვე ქორწილი გადახდილი თოლი მე ვნახე, ახლა არ მოგეწონა და საერთოდ საინტერესოა. და ისე ვიღაც ხო გიყვარდათ ალბათ. თუ სიყვარული ბაღნობაში, იმაში კი გვიყვარდა, იმან სხვაგან გათხოვდა, მე სხვაგან დავქორწინდი. და რატომ ვერ მოახერხეთ, რომ თქვათ ის მოგეყვანათ ცოლად ვინც? რატომ ვერ მოახერხეთ და მაშინ მაჭანკლობა ხომ იყო? ხო, მაგრამ ეს ამაზე მაღლა იდგა? ახლა ძველად როგორ იყო იცი, ვინმე ან ნათესაობით ან რაღაცა ძალით მამის და მე იძულებით აძლევდა გოგოს და მამას რომ უნდა და გოგოს რომ უნდა და იქია. ასეთი მეთოდი იყო, ახლა დარღვეულია დღეს, უწინდელი ასე. ხო, ეს კაცი გევიცანი, აგერ ჩვენ მეზობელთან დაკავდა, დადიოდა. ახლა მე როგორც ახანოველი ქალი, სულ გაზეთებში ვიყავ კომუნისტებს, ერთი ცურვა ვიცი, კაი და დაუკავებია ჩემი სურათი კომუნისტის დახატული ვარ და ზღვის პირზე მეიტანა. ხო და გამარჯობა ქალბატონო და ამხანაგები მახლავენ და ტებიან სიცილით და როგორი კარგი სურათა გინდა გასწავლო მეთქი? როგორ მას რა გინდა შენ? ეს რო შენ ხარო სურათი მანახა წის და კი მე ვთხარი მე ვარ გამოხდა მე მეთქი. ხარ მოგეწონე მეთქი. შემოდაფის გამოსადეგარი ხარო, მუსაკალე ხარო. ბევრ ჩასკრებო. კი მე ვთხარი აბა რა და საწყალი მოვედი საქსად იმან მითხრა რომ მე ცალ მაგას არ წაყლო გიჟიაო და მაგას იმიტომ მეუბნები რომ მე მული არ წახვეს კაი რაფერი იყო შეხედულად ვაშკაცი გადასა საწყალმა თელი ერთი კვირა იტირა ციანან ეს როგორ მითხარი ხოდი რო ძინავდა ციალას ბოდიში და ფეხზემაც იყო შეიტვის სადაც ძინავდა იქინე ჩემი ნაყიდი ნოხი იყო ჩემი ევედი და ჩამოხსენი ნოხი ხოდა წერი ხედა ჭიშკართან მაშინა მისცა გავრეკე და წევედი წავხე აჰა ესე უცებ გათხოვდით მოულოდნელად ევედი პირდაპირ იმღამესვე აი იყო ადამიანი ვაშკაცი ანგელოზი იყო ხოდა ვიფიქრე ხიძის ვიცხოვრებ ხო დამაკიცა მეყვანოსმე ანუ ერთი დანახვით შეგიყვარდა ერთი და არა 1 2 3 თვე აქ იყო მის დასა ანუ მანამდე გიყვარდა სანამ შემოგთავაზებდა სიმპათიები ქონდა ხო სიმპათიები და მე გოგოებს ყველას მოსწონდა ო და მე დავიტრიე მე მე ხუჩაბათი იყო და ახლა ვიფიქრე ვაი თუ ახლა დაწვა ჩემთან რა ვქნა მე შემც არა მომამეთ რა მეგონა ჩემთან უნდა დაწვეო შენო და ხუჩაბათი იყო და შაბათ ქორწილი იყო ხოდა გეხედე მძინავს და ვიცხა მე ვდგნა მოვიდა ხოდა ყველაფერი თქვიო ხან გააფრე ახლა მე სავჩია არა უშავს მოყევი მე არაფერს არ ვამბობ ხოდა ჩემულს უთხარი გააცილი აქედან უთხარი სირცხვილია დაბლა ხალხია და ხოდა უყირა საწყალ სერიოზად ძმას და წერდა ხოდა გადავიხადეთ ქორწილი თურმე სადა აქ დასაწოლი და რამე ნათქვა ლოგინზე ვიწევი მღამეთ ერთი ოთახი ქონდა გეხედე მესამე დღეს მომა მოგვაკითხენ და ეს ლოგინი არ წეიღე მოგოს ნაბატრონა ჩემი არ იყო და
იმედი იყო საქმე. სხვათა შორის ერთ ქალბატონს გადავაწყდი, რომელიც ცოლად მოიყვანა, არ გამოდის, თავის ყოფილ სიძეს გაურიგა სიდედრმა და შესაბამისად აღმოჩნდა უცნაურ მდგომარეობაში, იმიტომ რომ ამ ქალს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეგონა, რომ ეს ქალი იყო დედამთილი. ანუ ერთ კაცს რთული ამბავია რა, გურული ამბავია და რთული ამბავია და გძლადი თქმის, ანუ ერთ კაცს გარდაეცვალა მეუღლე, ამ მეუღლის დედას უყვარდა ძალიან ეს კაცი, შესაბამისად ეს მეუღლის დედა დაიქოქა, ეს კაცი ეტყობა ცოლის მოყვანი აღარ იყო და მოუყვანა მას ცოლი. პირდაპირ ესე მოკიდა ხელი მიუყვანა და გააცნო თავი როგორც დედამ და მეგრე უთხრეს რომ აი ჩემ დედა ჩემი ეს კი არ არის ამ კაცს მოუთხრა აი ეგერ გორაზე ცხოვრობს და ამ ქალს შემოეყარა გულზე იმიტომ რომ ამას ვლივს და უძახეო დედაო მერე იმისთვის უნდა დამეძახა დედაო და სამი დედა მყავდა ბოლოსო თქვენ რომ მითხარით სამი ბები თეორიულად შესაძლებელია ერთი თქმა მაქვს თქვენთან თქვენ როგორც ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი ხო ანუ თქვენი პროფესიაა ერთი ფანტასტიკური წიგნი შევიძინე და მინდა რომ ახლა აი ეს წიგნი გამიპიაროთ მინდა. არა, მინდა რომ გავაპიაროთ, რომ ხალხმაც იყიდოს. ავაპიარე. სანაშენე მუშაობა საქართველოს მესაქონლეობაში. ეს აი როგორ გამიპიარებთ ამ წიგნს? გოცირიძის წიგნია, ეს არის ცნობილი პოსტმოდერნისტი. დიახ. რეკონსტრუქტივიზმის ნიუანსებით, მაგალითად. დიახ. მაგალითად შესავალშივე წერია, რომ მეცხოველეობის აღმავლობისთვის საჭირო ღონისძიებების განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს ცენტრალური კომიტეტის 1953 წლის სექტემბრის და შემდგომი პლენუმების გადაწყვეტილებებსა და რამხელა პარტიის 22 ყრილობის ისტორიული დადგენილებაში. თქვენ შეამჩნევდით, რომ აქ არის ძალიან ბევრი ალიტერაცია. მარტო ამისთვის უნდა იყიდოს წიგნი, მაგრამ თავარი მაინც არის 97 გვერდი. დიახ. იმიტომ რომ ხაზის ფუძემდებლის შვილი 5-6 საუკეთესო კურორტ შთამომავლობის ხარისხის მიხედვით შემოწმებით გამოიყოფა ხაზის წამყვანი და რიგითი გამგრძელებები. ნუ აქ თუ გაძლო მკითხველმა და გული არ წავიდა, კარგი გაგებით, შემდეგ ის აღმოაჩენს წითელი მეგრული საქონლის კურო შტანიას. მოდი ვანახოთ. ეხლა აი შტანია აი ეს არის შტანია არის ეს ხო? შტანი არის რობერტ კაპას ფოტო, სხვა შორის. დიახ, დიახ. დიახ, აქ წერია ეს ყველაფერი. დასასრულიც მე მგონი რომ საინტერესოა. კი ბატონო, დასასრულიც, რა თქმა უნდა. მე მგონი უკვე გარბის ხალხი მიატოვეს ჩემი შოუს ყურება. არა, რასამო. ბუკინისტებში არის. თავარი არის ის რომ აქ წერია რძის ქიმიური შემადგენლობა, ესე მთავრდება. აჰა. სრემლის მომგვრელი ფინალი აქ. ფური ცხიმს 3.8 ფურკამეთში ცხიმს 7.5. და თუ კი ეს ყველაფერი თქვენ არ გაიძულებთ, რომ ამ წიგნში რომლის ტირაჟი სხვა შორის არის 2000 გადაიხადოთ 75 კაპიკი. დიახ. მაშინ სრულიად ტყუილად გასჯილად თბილისის მეტქალაქის მეოთხე სტამბა. კარგი, ეხლა ხალხის რუბრიკის დროა. როდესაც ხალხი შეიტყობს თუ ვინ არის ჩემი გადაცემის სტუმარი, აგზავნიან კითხვებს. აქ არის 3 კითხვა, მე წინასწარ გეტყვით რა კითხვებია და რომელსაც თქვენ შეარჩევთ, თქვენ თვითონვე, იმ შეკითხვაზე უნდა გასცეთ პასუხი. პირველი კითხვა არის: სიმთვრალეში რა ჩაუდენია ყველაზე სამარცხვინო? მეორე კითხვა არის: ბოლოს როდის უყურა პორნოგრაფიასო? და მესამე არის: თუ მოგიტყუებიათ, წაუკითხავ წიგნზე, რომ წაკითხული მაქვს და რა მაგარიაო, როგორც ეს დღეს გააკეთე. აქედან მინიმუმ 2 ისეთი კითხვაა, რომ თუ შემდეგ მომიწვევთ, ხალხი შეიტყობს, რომ სხვა სამსახურიდან მოიწვიეს ადამიანი. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს მომიწევდა, ან სამივე ესდევს, სავარაუდოდ, ბოლოს როდის უყურე პორნოგრაფიას. ბოლოს სიმართლე გითხრათ, რაღაცა ჰარდკორი პორნოგრაფია წავიკითხე და ეს რაღაცა 1 წუთის წინ მოხდა. აჰა, წაიკითხეთ და 1 წუთის წინ მოხდა. და ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ? რა წარმო ვიზუალური ასახვებიც იყო. კი ბატონო, ჩაგეთვალათ, ახლა კიდევ ერთი თამაში სტუმართან.
აი ეს თვალებზე უნდა აიხვიოთ, დიახ, და უნდა გამოიცნოთ ნიფთი. აი ბატონო. აბა. ქუდი ხელს ხო არ გიშლით? არა. თვალს მიშლის ცოტათი. აი ასე. კი ბატონო. რა ვქნა? არაფერი, მე მოგცემთ ნივთს. მე მოგონა მომეცით. აბატონო. აი. ოღონდ უზდელობებს არ ვართ. უზდელობებს არ ვართ. უზდელობებს არ. მინიშნება შემიძლია მოგცეთ. მიმანიშნეთ. ბელა. მაფია. კიდევ ერთი მინიშნება. ბელას. ბელას ყელწინდა. ბელას რა? ყელწინდა. მე ხო ბიბლიოთეკის დირექტორი. ყელწინდა, ბიბლიოთეკის დირექტორი. თქვენ ტკბილეული გიყვართ? ალაგავაკ. ნამცხრები გიყვართ? არა? შოკოლადე. შოკოლადისაც არის ბელასი. აბა უზდელობებს არ ვართ. მაგის გარეშე არ კეთდება ბელასი. კრემის. გამოიცნო! ბრავო! დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ მობძანდით. დიდი მადლობა რომ გამონახეთ დრო. ძალიან საინტერესო სტუმარი იყავით. ჩვენი მეორე ბლოკის სტუმარი გახდათ ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე. დიდი მადლობა.